როდესაც საუბრობთ, რომ ვიღაცამ ამსრულებელს მკვლელობის ცალსახად მიაწოდა ინფორმაცია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მიაწოდა ინფორმაცია, სად აპირებდა წასვლას, როდის აპირებდა გამოგზავრებას გარდაცვლილი საქართველოში, ხო? როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, ამ დროს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვოთ ის პირი, ვისაც ჰქონდა ამაზე ინფორმაცია და ვინც ეს ინფორმაცია გასცა, ხო? ხა საქმის მასალები გვეუბნება, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენ რაც ვიცით, ორ ადამიანს. ხა თავად ლევან ჯანგველაძემ სხვასაც თუ გაანდო ეს მისი გეგმები, ამ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასეთი პირები იყვნენ მაგალითად კახაბერ ძანძავა და უფრო ადრე ამის შესახებ უთხრა მისი დაცვის წევრს გია ჩადუნელს. ნახეთ, არავის მიმართ მე რამე კითხვები დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ მაქვს და არც არის ეს ჩემი პრეროგატივა. უბრალოდ მე კითხვები მაქვს იმაზე, რატომ არ უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება ლევან ჯანგველაძის უახლოესი გარემოცვით, რომ რომელიმე მათგანისგან, იმიტომ რომ ნახეთ, მე ვერ მეცოდინებოდა, ხო, ეს ადამიანი სად მიდიოდა და რას აპირებდა. ჩვენ საუბრობთ, რომ უბრალოდ გამოძიებას, ობიექტურ გამოძიებას წესით უნდა გამოერიცხა ყველა ეჭვი, რაც შეიძლება ობიექტურად გაჩნდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით, აქ ეჭვების გამორიცხვაზეა საუბარი ნამდვილად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იცით რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღემდე 8 თვის თავზეც არ გვაქვს კითხვებზე პასუხები და იქნებ ეს კითხვები აღარც დასმულიყო, რომ რაღაცები თავის დროზე მომხდარიყო. მაგალითისთვის, ხო? კახაბერ ძანძავას მობილური ტელეფონი გამოძიებამ ამოიღო 2025 წლის ივლისში. დაახლოებით 4 თვის მერე. გია ჩადუნელის მობილური ტელეფონი გამოძიებამ ამოიღო 1 თვის შემდეგ. რაცია რომელიც საქმეში წესით მნიშვნელოვანი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ საქმის გარემოებები ცხადყოფს, რომ ლევან ჯანგველაძემ დაცვის წევრს დაუბარა, რომ ყოფილიყო მანქანაში და პანაშვიდის დატოვების შემდგომ ის რაციით დაუკავშირდებოდა მას. ნახეთ, ერთი რაცია ამოღებულია გარდაცვლილისგან, შემთხვევის ადგილისგან, მაგრამ მეორე რაცია შემთხვევის ადგილზე არ იყო. ეს მეორე რაცია გამოძიებამ ამოიღო თვესა და რაღაც დღეების შემდეგ, ხო? ნახეთ, ეს ყველაფერი მობილური ტელეფონები, რაციაში არსებული ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემია, კომპიუტერული მტკიცებულება არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი განადგურება ზოგადად თუ კი იქ რაიმე იყო მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამაზე ხაზგასმით საუბრობ, მაგრამ თავს ვერაფერზე ვერ დავდო. თუ იქ რამე მნიშვნელოვანი იყო, ბუნებრივია ამის განადგურების შესაძლებლობა შეიძლება და წუთებში და ეხლა აღარ ვსაუბრობთ, რომ თვეები უკვე ძალიან დიდი დროა. ჩატარებას დაუყოვნებლივ ექნებოდა ეფექტი. ექნებოდა ეფექტი, ნამდვილად. გარდა ამისა, პანაშვიდზე დაახლოებით იმყოფებოდა 10 ადამიანი, ხო? არ ვიცით რეალურად ამ ადამიანების ვინაობა. ნახეთ, ერთი ვიცით, რომ იყო გარდაცვლილის მეუღლე, სავარაუდოდ ასევე იქ იყვნენ მისი შვილებიც, მაგრამ ეს რაოდენობა 10 კაცს ვერ ქმნის, ხო? იქნებიქაც იყო ვინმე, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია და ვინმე საწვდიდა, რომ მაგალითად აეხა ტოვებს ლევან ჯანგველაძე პანაშვიდს და ჩადის ჭავჭავაძის გამზირზე. ხო ხტებით? ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი ამ ნაწილიდან.